სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემა გურჯაანის მუნიციპალიტეტში დღეს დაიწყო. მას სოფლის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მიწის მესაკუთრეებს პირადად მიუტანენ. პრობლემა არაფერი არ იქნება, უბრალოდ გავდივართ სიებს. სიებში არის რამოდენიმე გვარის ერთი და იგივე სახელის და გვარის ადამიანი და გვინდა გავარკვევთ ვინ არის ეს ადამიანი, რომ მიუტანოთ ვაუჩერი სახლში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბარათები გურჯაანის გამგეობას გუშინ გადასცეს. პირველ ეტაპზე მას 6893 მიწის მესაკუთრე მიიღებს. მიმდინარეობს ნორმალურად, მხოლოდ რამოდენიმე სოფელია, რომელთანაც იყო რაღაც ტექნიკური პრობლემები, ეს არის ჯიმითი, ჭერემი და რაღაც მცირე რაოდენობა ჩუმლაყი, მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გამო მომავალ კვირაში ჩამოვა ეს ბარათებიც ანალოგიურად გაგრძელდება, დაალიგება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება. პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640,000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, რომელთაც 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვთ. კერძოდ 0,25 ჰექტარზე მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა ვერ ხერხდება, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა. 0,25 ჰექტრიდან 1,25 მიასედი ჰექტარი ფართობის მიწის მესაკუთრეები, რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ 2 სახის სასოფლო-სამეურნეო ბარათს. პირველი ბარათი ნიადაგის ხნა, ხნულის დატისკვა, გაფხვირება და მეორე ბარათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარის 300 ლარის ღირებულებით. ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა. 1,25 მიასედი ჰექტრიდან 5 ჰექტრამდე სახნავი მიწის ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკმაოდ დიდ ფართობებზე მიწაწლებია არ დამუშავებულა. ფერმერები ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი შეღავათია. დახმარება 10 თეთრის რო იყოს და დაეხმარნენ, ეგეც შეღავათია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ხალხი ვერ ამუშავებს ადგილებს და არ აქვს იმის საშუალება და ეგ არის რა. და ის მცირედია თუ ბევრია, რასაც გაჩუქებენ, ისიც საკმარისია. მაყოფილი ვიქნებით, რასაც კარგი გააკეთებენ, მაყოფილი ვარ. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის განხორციელებისთვის 180 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.